მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები, ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა თითოეული თეთრისთვის, რომ მე სანთლებს ვყიდულობ, რაღაც ინგრედიენტებს ვყიდულობ, რომ ეხლა ვემზადები კიდე ძლიერი და ცოტა განსხვავებული რიტუალებისთვის, რომ ჩაგიწეროთ, ეს კარგი დროა ეხლა და ეს მინდა გამოვიყენო თქვენთვის. მოკლედ, ეხლა მე მინდა ესეთი თემით შემოვიდე. სად არის პარტნიორი? ბიჭებო, გადაათამაშეთ თქვენს თავზე, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი მამაკაცია პირად დიაგნოსტიკებზეც და ძალიან მოხარული ვარ, მადლობთ ნდობისთვის და რომ ესე გაიხსენით და საკუთარ თავში და ეს გადალახეთ, ეს მორიდება, ეს რაღაცა, ეს აქეთ-იქით მოკლედ ქართული ვარიანტები ბჭყალებში, ხო? რა თქმა უნდა, მამაკაცებიც ტუზი პენტაკლი გენაცვალე, მოგდით ფული, გოგოებსაც და ბიჭებსაც. და ურთიერთობაში და სიყვარულში წინსვლა, გარღვევა, გზების გახსნა არის და გამოჯანმრთელება ურთიერთობის, სიხარულის, შეხვედრები, დაგეგმარება, ახლის ან უკვე დაგეგმარების შეხვედრები და ურთიერთობის წინსვლის და ასე შემდეგ, ყველაფერი ძალიან კარგი. ხო, მოკლედ მე არა მარტო ტაროთი შემოვედი ყავის ფინჯანით და მე შემოვიყვან სტუდიაში ცოტა გაშრეს. მოდით ახლა და ძალიან მოხარული ვარ, რომ მეუბნებით ბიჭები რომ წერთ და მამაკაცები რომ აი ნინია, კი, აი ჩვენ გადავათამაშოთ ხო ჩვენ თავზე. აი რომ ბევრის თქმა აღარ მჭირდება და მოკლედ დავიწყოთ. აქ მონეტაზე ხედავთ, აქ არის გული მონეტაზე, ანუ ერთ ლარიანი ხო, ლარიანზე, რომ ეს თქვენი გული, ეს არის გამოსასყიდი, მე ამას მივხედავ, პატარა რიტუალი, გაშლა, ჩემი გაშლაც ხო ყოველთვის პატარა რიტუალია. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, არინანებთ, ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და შემოგვიერთდით და ზარს დააჭირეთ, რომ გაშავდეს, რომ ინფორმაციები მოგივიდეთ. ძველო გამომწერებო, თქვენც ასევე მეკითხებიან ხოლმე, ნინია, სად არის ზარი, რომ გახსნით, ჩამოხსნით ჩემს YouTube-ს, შეხვალთ ჩემ არხში, მარჯვენა მხარეს არის ზარი, დააჭირეთ, რომ გაშავდეს, ყველა აწერია. დავიწყეთ, აბა, რა ხდება პარტნიორის ცხოვრებაში, მოდი, რა სიტუაციებშია, რა ენერგიებშია, მაგრამ მე კიდევ და კიდევ გამომეორდები, გოგოებო, ბიჭებო, 5 წელი როა წასული და ეს მაქსიმუმ 8 თვე. მე მის მერე არ განვიხილავ და კიდევ გავიმეორებ ხოლმე, თქვენ უკვე ერთმანეთს აღარ ეკუთვნით, არანაირად მორჩა. იტანჯავთ თავს, რა ხდება? ლოდინია გენაცვალე, ოჯახში ამოვიდა ეს მანდილოსანიც და პიროვნებაც, რა თქმა უნდა, ხო? ოჯახში ამოვიდა, იცით რა არის, რაღაცა სიტუაციის დაბალანსება ხდება, მისი ენერგიები ხა რა ხდება, ხო? ოჯახის სიტუაცია, ოჯახისთვის შრომა, სახლში გოგოებიც და ბიჭებიც თანაგერ უკან ეს ცოტა ხნიერი ადამიანი ზის, ეს არის რომ აი სიბრძნე მიხვდით ხო, სიტუაციის გამოჯანმრთელება, დახმარება წინაპრების, ესეთი სიტუაცია ამოვიდა, ან ესე იგი სადმეა დასასვენებლად წასული, ზამთარი ზაფხული არ გამოვრიცხავ ამას, ფინანსების ესე იგი შრომაშია და ფინანსების წინსვლა, იმიტომ რომ ტუზ პენტაკლი წეღან ტყუილად არ გადმოვარდებოდა, რაღაცა სიტუაციების დაბალანსება აქვს აი აქ, ესე იგი ჯერჯერობით ძალიან კარგად მიგდით საქმეები, აი რა ენერგეტიკებშია, რა თქმა უნდა, ახლა მეფეთასები, გოგოებო, ძალიან მოსიყვარულე პიროვნება ამოდის, ჰარმონიული, ესე იგი კარგად აზროვნებს, სხვათა შორის კარგი ურთიერთობა, იცის ქალის დაფასება, იცის ქალის პატივისცემა, მაგრამ რა არის, იცით, მიწაზეც ზის და ფეხები წყალში აქვს, ესე იგი რა არის, იცით,
ბალანსი ტყუილა არ ამოვიდა, მე აქ იმასაც მეუბნებიან, შეიძლება მამაკაცი ცოლიანია და თქვენ ურთიერთობაში ხართ. ესეც ხდება ხოლმე, მე ამას არ მივესალმები არანაირად, მაგრამ თქვენი საქმის თქვენ იცით. და ეს გოგოებო გეტყვით, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, ამ სიტუაციაში ეს მამაკაცი ზედმეტად არ დაიდგავს უნაგირს მხრებზე თქვენი გულისთვის. ეს იცოდეთ, მაინც ყოველთვის ოჯახში დაბრუნდება და აი ამას ფიქრობს რა გააკეთოს, როგორ დააბალანსოს სიტუაცია, მიხვდით ხომ? ხო, ხო ვთქვი, მეორე ხაზზე არის, რომ ესე იგი სრული იზოლაციაშია, განადგურებულია, ვერ გამოდის სიტუაციიდან, არ გამოვრიცხავ აქ, შეიძლება ვინმე დაჭერილია, ან საზღვარზე, ან რაღაც სიტუაციებში 4 კედელშია ჩაკეტილი, შეიძლება გარეთაც იყოს, მაგრამ 4 კედელში ადამიანი ჩაკეტილი, ნერვოზული სიტუაციები აქვს და ოჯახის ქვემოთ დაჯდა სხვათა შორის, აი როგორც ვთქვი, წეღა ნახეთ, ოჯახის ქვემოთ დაჯდა. იცით რა არის თანხებთან, ხო ვთქვი, თანხებზე აქ ორიენტაცია, ორიენტირება, რომ როგორ იშოვოს თანხები, ან ეს ფული ჭირდება, რომ აი ამ სიტუაციიდან გამოვიდეს, საშინელ დღეში არ არის კარგ მდგომარეობაში, აი ეს პიროვნება გენაცვალეთ. ეხლა 7-იანი ხმლები და 8-იანი ხმლები, ძალიან კატასტროფა სიტუაცია, აქ უკვე მაგიური ჩარევა, აქ არის მაგიური არაკარგი, არაკეთილი, ვცდილობ ხოლმე რომ ეთერში ცოტა ესე ვისაუბრო, YouTube-ს არ უყვარს ხოლმე, მაგიური დარტყმების ქვეშაა. მაგიური დარტყმების ქვეშ და გოგოებო შეიძლება თქვენც ცდილობთ რომ აი რა ხდება, რა მოხდა, რატო გაქრა ადამიანი, აქ კიდე მეუბნებიან რომ ესე იგი მოდიან პიროვნებები, მაგრამ უცებ ქრებიან და ვერ გაგირკვევიათ რატომ რა ხდება, აი რატომ რა ხდება. თქვენც მაგია გაქვთ, თქვენზეც არის ზემოქმედება და მაგ მამაკაცის მხრიდან ხო ცალკე და შეიძლება საერთოდაც არ იცის რომ ესეთი სიტუაცია აქვს, აბა რა ხდება კიდე მის თავს, რა არის ეს ხალხნო, 10-იანი ხმლები, ავამტყოფობა, უღალატეს, მინდა გითხრათ. და ეხლა აგონიაშია, აქ არის ნერვული აშლილობა, აქ არ არის კარგი სიტუაცია, ესე იგი გაჩერებულია, რომელსაც არ მოელოდა და შეიძლება ბიჭებო თქვენც არ მოელოდით, ბიჭებო აქ მაგიური ჩარევა გაქვთ, რომ იცოდეთ და სერიოზული გასაწმენდები ხართ. ეს რეები ამოვიდა დღეს რა არის, ესე იგი რა ხდება მამაკაცის პარტნიორის სიტუაციაში, ხო, ცხოვრებაში და რა ენერგეტიკებში იმყოფება, არ იმყოფება არანაირ კარგ ენერგეტიკებში, გოგოებო და ბიჭებო, თქვენი პარტნიორები მინდა გითხრათ, ბიჭებო შეიძლება ესე იგი ვიღაცას ენდეთა, მოდი ბჭყალებში ვიღაცას ხო, მამაკაცს მანდილოსანს უკვე აქ არ აქვს მნიშვნელობა და ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდით, იცით, ან იმ ქალიდან აი ესეთ დღეში აღმოჩნდით, რომელსაც ესე იგი რომ საერთოდ არ წარმოგედგინათ და სერიოზული ღალატი მოხდა, სერიოზული. აქ უკვე ჩანს გამოსვლა, მადლობა ღმერთს, გამოსვლა ჩანს სიტუაციიდან, გზების გახსნა ჩანს, გარკვევა ჩანს, აქ ფულზე იყო პრობლემა, თავიდანვე პენტაკლი ტუზი გადმოხდა და იქედან გამომდინარეც, აი ამას მივუმატებ, ვარსკვლავი რა არის, გზების გახსნა, გამართლება, ოპერაციის შესრულება, ოპერაციაგან ექიმთან, არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე ექიმთან
თვითონაც იყოს, იმიტომ რომ აქ იმდენი ხმლები ამოვიდა. აქ ძირითადად ჰაერის ნიშნებზეცაა, ჰაერიდან მოდის ინფორმაციები, მიხვდით ხო? წყალი, ჰაერი, ცეცხლი, მიწა, ყველა სტიქია დღეს ჩემთან არის. მადლობა 4-ვე სტიქიას და მეხუთე მეტალი, აჰა მეტალიც დაჯდა. ესე იგი გონებრივი გაუწონასწორებლობაა, აქ არის შეტევები, აქ არის ესე იგი მერე არის უკვე გზების გახსნა, ძალიან გამეხარდა, გამოსვლა სიტუაციიდან, გამოსავლის მოძებნა ხალხის დახმარებით და განგების დახმარებით. მოდი მე აქ ახლა შევჩერდები და ვნახოთ ახლა აი აქ რა იქნება, აქ ახლო მომავალში პირდაპირ აი მასკა ნახეთ და თასებია, კიდე თასები, აი ეს თასები, რომ ესე იგი არ გაძლევთ სიტუაციას, ესე იგი ამღვრეული ზემოქმედება, თავის ესე იგი ტვინის არევა, ჭყლეტვა, ფიქრები და იქ არასრული, ესე იგი არასერიოზულსაც დავარქმევ, ესე იგი არ გეკუთვნით ეს გოგოებო ბიჭებო, თქვენი პარტნიორის ფიქრები არ არის, ეს არის ხელოვნურად შემოსული ფიქრები, მიხვდით ხო? გასაგებია ხელოვნურად. გოგოებო, მიაღწევთ თქვენ საწადილს, ესე იგი, ვისაც ოჯახები ყავთ და ზიხართ და ისევ თქვენს ერთგულ ადამიანს ელოდებით, ხო? აუცილებლად იქნება ეს. ხალხი მასკებს ჩამოიხსნის, აქ სრული აქაც მაგიური ეს როგორ გითხრათ, ქართულად აი ბუდეს დავარქმევ რა, ჩიტის ბუდესავით, აი ეს არეულობა ვინც აგირიათ ხო, ისევ სიძლიერე მოდის, იხსნება, მამაკაცი ზის გოგოებო, მიწაზე ზის და როგორ იცით, აი მუხლები აქ მოხრილი, მარჯვნივ, ესე იგი, აქ ჩემი მხრიდან წარსულისკენ იყურება, ანუ ხელები აქვს ორივე მუხლებს ქვეშ ამოდებული, აი ესე მჯდომიარე სიტუაციაშია და რაღაცა გამოსავალს ელოდება, მაგრამ გამოდის ამ სიტუაციიდან. ნუ ეხლა დღეს და ხვალ არა, მაგრამ ახლო მომავალში გამოდის სიტუაციიდან, ეს იყო აქ სისხლით ნათესავებიც დამიფიქსირდა, აქ სისხლით ნათესავებისგან არის შექმნილი ეს პრობლემები, აი აქ, აი ეს პრობლემები არის სისხლით ნათესავები, შეიძლება ბავშვებიდან გამომდინარე, მიხვდით ხო, აქ დედაშვილიც ფიქსირდება, ნუ ამოდის კი წარსულიდან მოდის, ესე იგი, აქ რამოდენიმე პროცენტ სიამოვნებები გქონდათ, აი ეს ძველი ხალხი მაინც მოგდებთ, მტრები მოგდებენ, ლალი ამოვიდა და რა არის იცით, აქაც ბუდე, ესე იგი, ჩიტის ბუდე რა არის ხო, ოჯახია, ბიზნესია, საუბრებია, ჰაერია, ინტერნეტია, ხო? აი ეს კავშირები, აქ არის მენტალური ჩაკეტვები იყო და აქ გამოდიხართ სიტუაციიდან, ახალი გასაღებებია, ეს თქვენი პარტნიორი მოდის აზრზე, თუმცა ძალიან გაუჭირდება, იცით რა არის, აქ ცოტა შავი ენერგიები დამიფიქსირდა მე აქაც და ჭიქაშიც, რომ გასაღები კი იხსნება, ბასო, ბესო ან ბესარიონი ამოვიდა, ან ტატო, ან აი ესეთი სახელია რაღაცა, რამოდენიმე, ესე იგი, პიროვნებებთან არიან, ესე იგი, შეხება აქვთ, ძალიან არეული სიტუაცია გაქვთ, ნასო ამოვიდა კიდე, არეული სიტუაცია, აი ამ ჩიტის ბუდეზე ვსაუბრობ და ამ ჩიტის ბუდეს, გოგოებო, ბიჭებო, დაემატა ფუტკრის გნიზდო, აი ესეც, აი ფუტკრის ბუდე დავარქვათ, ხო? რა არის ფუტკრის გნიზდო, ბუდე, ესე იგი, ბუდე, ნუ რა ქვია იმ ფუტკარი რო იდებს აი იმას, ხო, ბუდე ქვია, ხო? ესე იგი, მტერი ცდილობს, გოგოებო, ბიჭებო, რომ
თქვენი ესე ლამაზი ცხოვრება გაგიფუჭოთ და თქვენი პირდაპირ შური, წყევლები, ეს ყველაფერი დიდი ყური ამოვიდა, ესე იგი ტელეფონით იგებენ ჰაერიდან, დღეს ჰაერი ფიქსირდება ძირითადად, ესე იგი გააქტიურდა თქვენი მტრები, ვინც ჩემს რიტუალებს უყურებთ, ხო? თვითონ თქვენი პარტნიორებიც გააქტიურდნენ, მაგრამ ბევრი პროცენტი არის აქ დაბნეული გოგოებო ბიჭებო, იმიტომ რომ უკვე ჯერჯერობით არ არის გამოსული კარგად მდგომარეობიდან, ან აქ მაჩვენებს რომ შეხვედრები იყო და შეწყვიტეთ რაღაც რიტუალები, კი გაგეხარდათ რომ აი აქ ჩიტის ბუდე, იქ ფუტკრის სახლივით, ბუდესავით ვთქვათ და ბზ აი მაინც დაგბზუიან რა ყურებში, ეს ყურიც იმიტომ ამოვიდა და ჩიტის ბუდე რა არის, რომ კაკო გიკაკუნებენ, ანუ დაცვებს გითხრიან კიდე, გირღვევენ ენერგეტიკებს მიხვდით ხო და კი აი წყევლებია, ესე იგი თითქოს აი ეხლაც მუშაობენო, აი ესეთი სიტუაციები ამოდის, მაგრამ გამოდის სიტუაციიდან თქვენი პარტნიორი გამოდის, აქ არის შეხვედრები, აუცილებლად იქნება შეხვედრა, აი აქ ხა მე რასაც უყურებ 2%-ს ცოტა არ არის, 98% შეხვედრა გექნებათ. კი, მოლაპარაკება, აქ არის ქორწინება, აქ არის ნიშნობები, აქ არის რაღაცების ჩანიშვნები, ძალიან ხალხმრავლობაში მოხვდებით, გოგოებო ბიჭებო, თქვენი პარტნიორი ან ეხლა არის ხალხმრავლობაში, ან თქვენც მოხვდებით ხალხმრავლობაში, კარგი სიტუაცია, ნათელი, თეთრი სიტუაცია. იცით რა არის კურდღლის დიდი თავი ყურები ამოვიდა და ტანი არ უჩანს და კუდი აქვს შემალული კუდი რომ ნელა გამოუწიო კურდღელს უკვე სხვა ცხოველი იქნება ნახეთ რა წყევლებია ნეგატივი ამომდის უკაცრავად უკვე აი აქ იმდენი ნეგატივი მიდევს წინ რომ ეს თან ბათილდება თან აქ ხო ეს უკვე მონეტა მასაკეთებს უკან აბრუნებს ყველაფერს და ყველაფერს არ ვიტყვი და კუდი რო გამოუწიო კურდღელს ხო პატარა აქ ძალიან დიდია ესე ციყვივით კუდი აი უყურეთ აი არ მოდის აი ციხვს რო აქ კუდი აი აქ უყურეთ აი და ამ ხელა კუდი აქ ზუსტად ეს შეიძლება ბევრმა არ იცით და უკვე აი კურდღელი კარგავს თავის ფორმას მიხვდით ხო ესე იგი რას მიგანიშნებთ სამყარო იმ მოკლე გზას არ დასჯერდეთ ახალი სიტუაციები იპოვეთ აი ამ კუდი გამოუწიეთ გაიგრძელეთ გზა თქვენ თვითონ უნდა მოინდომოთ მიხვდით ხო თქვენ თვითონაც უნდა მოინდომოთ აქ ბლოკიცაა მოხსენით თუ კი არის მაქსიმუმ 6-8 თვემდე ურთიერთობები მოხსენით ბლოკი და იქნებ წამოვიდეს წინ არის გზის გახსნები ნამდვილად აქ დიდი ფინანსები არის თქვენი პარტნიორი ნამდვილად აი აქ ტუზ პენტაკლიც ხო გადმოვარდა და 10-იანი პენტაკლი, ესე იგი ძალიან ან სახლის ყიდვა, ან რაღაცა ბიზნეს აგვარებს, უძრავ ქონებაზეა სიტუაციები, გზებია როგორ იცით, ძალიან მთიანი გზებია, შეიძლება ან დასასვენებლად, ან საზღვარგარეთიდან ისეთ მთიან ქვეყანაში ხართ ხო, ან იტალია, ესპანეთი ხო, საქართველოს გავს კლიმატით, აი აქედან მოდიხართ, ან მიდის პარტნიორი, ან მერე ერთად ხართ ისევ აი თასი ხდება კი ნამდვილად ასეა უკვე ძალიან თეთრი ფრთიანი დიდი ჩიტი ჩიტიც არა რაღაცა ფრინველია ანგელოზს გავს პირდაპირ ანგელოზი გეხმარებათ გოგოებო ბიჭებო ან თქვენს პარტნიორს ეხმარება იცით აქ მიჩვენებს რომ აი ეს ზუსტად მგლები რო დაესიმნენ და უღალატეს თქვენს პარტნიორს აქ უფრო ბიჭებზეა საუბარი გოგოებო ბიჭებო თქვენ გიღალატეს თქვენმა მეგობრებმა აქ გოგოც იყო ჩარეული იყავით გზაზე მერე წამოხვედით და ეხლა კიდე აპირებთ წასვლას აი ესე მიჩვენებს იცით მაგრამ სამ გზას გიჩვენებთ ერთი საერთოდ უნდა დაივიწყოთ ერთი კიდე
შეგიძლიათ ორში არჩევა გააკეთოთ. ძალიან კარგი. ერთი ქვეყანა ძალიან ამ ორიდან ვამბობ შორს არის სხვა კონტინგენტია, იმას არ გირჩევთ. უფრო მეორე აქეთ რომელიც არის, იმას გირჩევთ. აი მანდ გარისკეთ და კარგი სიტუაციები გელით. აი თქვენს ვარსკვლავს იბრუნებთ და აი ამ თავის ტკივილს კუს ნაბიჯებს მოიჭრით, მიხვდით ხო? იმიტომ რომ კი გააქვთ ვარიანტი, სადაც იყავით იქ ისევ სხვა კონტინგენტში ძალიან შორს, მაგრამ იქ აღარა გაქვთ, იქ თქვენ უკვე თქვენი სიტუაციები იქ ამოიწურა, თქვენი შესაძლებლობები, ამიტომ აი ეს ცხრიანი პენტაკლი, აი ეს რომ მიხვიდეთ აი ამ კულმინაციაში, ხო? 10-იანი პენტაკლი გადასარევი სიტუაციები გაქვთ, მაგრამ აქ თავს იჭყლიტავთ, რომელი ავირჩიო, 1, 2, 3, დაჯექით, მოიფიქრეთ, აი აქ კარგი პოზიციაა, ანუ არ იჩქაროთ, მოიფიქრეთ, მაგრამ თქვენ უკვე თითქოს იცით, სად უნდა წახვიდეთ, რომელ ქვეყანაში. აი ეს კარგი სიტუაცია ამოდის. მეგობრებო, მე ახლა ერთი წუთით კიდე დავამატებ აქ. აბა რა გამოსვლა, რა გაგრძელება ექნება აი ამ სიტუაციას, ამას დავტოვებ, რომ ეს თან მუშაობს. მისი ფიქრები, პარტნიორის ფიქრები მაინტერესებს მე ახლა. აი ამას გადავაფარებ ზემოდან, ეს კარგი სიტუაციაა. ეს რა არის, იცით ახლა, ეს 4-იანი თასები ამ შემთხვევაში არ არის ცუდი ვარიანტი. აი დაჯექით, მოიფიქრეთ, მაგრამ დიდხანს არ გაგიგრძელდეთ ფიქრი, მიხვდით ხო? მაგას ვამბობთ. პარტნიორი ახლა ამოვიდა ეს არის რაინდი ქალბატონი, ეს ჰაერის ნიშანი არ გამოვრიცხავ, ან ასპექტირებაში გაქვთ, მებრძოლი ქალბატონია თქვენი პარტნიორი, მინდა გითხრათ ბიჭებო, ძალიან მებრძოლი ქალბატონია და აბა რაზე ბრძოლობს, მისი ფიქრები რა არის? იცით რა არის, ახლა ფიქრობს, რომ ან თქვენ გაქვთ ეს მაგიურ ზემოქმედებაში რო ხართ, რომ არ ნებდება, რომ გამოგიყვანოთ სიტუაციიდან ისევ მაგიური გამოწვევები გააკეთოს? კი, აი იმიტომ რომ აქ ბედის ბორბალი ამოვიდა, რომ ესე იგი დაგიბრუნოთ, თქვენი პარტნიორი ამას ფიქრობს, ბიჭებო და გოგოებო, თქვენც ამას აკეთებთ და გააგრძელეთ სიტუაცია და ეხლა ბედის ბორბალი რა არის? ეტლს, ხო? ან წინ მიდის, ორი მხარე აქვს, ხო? მარჯვენა მარცხენა არა აქვს, წინ მიდის და აქვს დაგორება უკან, ხო? მაგრამ ძალიან აქ ვხედავ მე, რომ ცოტა რაღაცა შავ მაგიას აქვს სუნი და თუ ვინმე რაღაცა სხვის რიტუალებს აკეთებთ, ეს ბუმერანგი თქვენსკენ წამოვა, იცოდეთ. და ფრთხილად იყავით, გოგოებო, ფრთხილად იყავით. აბა, ხო, აი ვთქვი, ფრთხილად იყავით, გააკეთეთ სიკეთე, ამ ცხრიან ხმლებში, გადავარდებით, მიხვდით ხო, იმიტომ რომ აქ მიდის მაგიური დარტყმები წარსულიდან, ძალიან დიდი ბრძოლებია, აქ წაგართვეს პარტნიორი, გოგოებო, ბიჭებო, რომლებიც უკვე ერთად იყავით, ან უკვე უნდა ყოფილიყავით ერთად და ერთი ჭერი, ერთი კერა უნდა გქონოდათ, ხო? და აქედან გაყვანილია პარტნიორი, კი, უფრო მამაკაცია გაყვანილი, 3 მამაკაცია გაყვანილი, იცით და თქვენ ბიჭებო, რო იცოდეთ, ეს თქვენი მეგობრებისგან მოგიხდათ ეს უსიამოვნება, რო იცოდეთ, ძალიან შური იყო თქვენს მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება ლამაზი ან კარგი პარტნიორი ყავდათ ან ყავთ და შური მიმდინარეობს, იცით? ნახეთ როგორ აი უკან კი გიდგანან, ვითომ გეხმარებიან, ხო? მაგრამ აი წინ განახებენ რაც წინ ჩანს თქვენს თვალების წინ, ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი და ეს აი როგორ იცით, თითქოს რაღაცას მალავენ და უკან ნახეთ როგორ აი ეშმაკის მოციქულებივით გიდგანან. გოგოებო, გამოიყვანეთ ეს პიროვნება, თქვენი პიროვნება, გამოიყვანეთ, გააგრძელეთ
გააგრძელეთ. ნუ ინერვიულებთ, აქ არის კი ნერვოზია, აქ არის ფსიქოლოგიური აშლილობა, აქ იყო უსიამოვნება. ნუ ეხლა ყავის და ტაროს საშუალებით, ესე იგი, თქვენი პარტნიორი, გოგოებო და ბიჭებო, გათვალიერებენ, ანუ თქვენი მეტოქე გათვალიერებენ. კი, აი ზუსტად ფორტუნა და ამოვიდა ესე იგი ბედის ბორბალი ნახეთ აჰა ფორტუნა და ბედის ბორბალი ამოვიდა და აქ იყო დასჯა ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ესე იგი ვიღაცის დახმარებით მე მაინც გამოგიყვანო ესე იგი ბედს დაიბრუნებთ კი განაგრძეთ ეს ბრძოლა განაგრძეთ რომელიც ესე იგი აი აქ მაგიის საშუალებებით იყო წართმეული და ჩარეული ღმერთო ჩემო ეს რა ხდება სადაც არ გაიხედავ ძალიან გააქტიურებული შავი ბნელი ძალები იქ აქ აი ეს ამოდის მივაკრავ ამასაც ასე ვთქვათ ბჭყალებში ეს სისხლით ნათესავები, იმიტომ რომ თქვენი წარმატება შურს, გოგოებო, ბიჭებო, თქვენი აი ეს შემოსავალი, თქვენს მეგობრებს, ვინც გიცინით, თქვენს ახლობლებს, ნათესავებს შურთ თქვენი წარმატება და არ უხარიათ, მაგრამ თქვენ გარღვევას აკეთებთ, ნახეთ, დგახართ, ნახეთ, უკვე სამიანი კვერთხები ცხოვრებაშიც და გარღვევაშიც თქვენი გოგოებო, ბიჭებო, თქვენი პარტნიორები ასე ვთქვათ, გარღვევას აკეთებთ, იცით ცხოვრებაში, ესე იგი მტერი ვერას დაგვაკლებს, აი ეს სიტუაცია ამოვიდა, კი და აი აქაც ზუსტად ეგეთი სიტუაცია ჩიბუხი, აი ამ კვამლიდან, აი ამ ბრუსიდან, თავი გაიწმინდეთ, მე მაქვს რიტუალები, აი ამიდან გამოდიხართ, ურთიერთობების გაწმენდა არის გაიწმინდეთ და მოზიდვები გააგრძელეთ, ოღონდ გეუბნებით მე, როგორც თქვი განმეორდები, ვინც უკვე აღარ გეკუთვნით დაანებეთ თავი, კარმას ნუ იფუჭებთ, თქვენ ესე იგი ახალ ნაცნობობას, ახალ პარტნიორს დაელოდეთ და ამაზე გააკეთეთ. მაინც ყავთ, არა ყავთ პარტნიორი, გაიწმინდეთ ურთიერთობა, მოიზიდეთ მამაკაცი, თქვით სახელის მაგივრად, ჩემი პარტნიორი, ჩემი ანუ მომავალი მამაკაცი, მომავალი მანდილოსანი ცხოვრებისთვის, ესე შეიძლება. მოკლედ გამოდით აი ამ სიტუაციიდან, რა გითხრათ, რით გაგახაროთ, სამ დროში, დიდი გარღვევები გექნებათ, სამ დროში, სამ თვეში მე არ შეიძლება, ივლისი მთავრდება, სადღაც ოქტომბრის ბოლომდე, დღეიდან ოქტომბრის ბოლომდე გექნებათ სერიოზული გარღვევები. აქ უკვე მე სერიოზულად ვხედავ ფატას, მამაკაცის აი ამ მკერდს ხედავ, აი ნავარჯიშები დაკუნთული როა და ქალის მკერდსაც, ესე იგი, აი ეს სიშიშვლე, აი ეს ყველაფერი გამოვა მასკებს მოიხსნის ხალხი და დაგანახებთ ვინ არის, ანუ მტერი მოიხსნის მასკას მიხვდით ხო და მიხვდებით, ანუ აქედან ვივარაუდოთ რომ გაწონასწორდება ბალანსში მოვა სიტუაცია, აი ამ ბალანსში მოვა სიტუაცია, აი აქ ბალანსში და ყველაფერი კარგად გექნებათ. ახალი ნახტომი გაქვთ ცხოვრებაში. აქ მე ხა ახალ ნაცნობობაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ აქაც ამოდის ახალი ნაცნობობა და გექნებათ ბედის გახსნა, გექნებათ ესე იგი წინსვლა, აქ ხო არის სხვადასხვა პლანეტები, აი ამ ბორბალში და სხვა ასევე ნიშნებია იმის რა ქვია წელიწადის ნიშნებია, ხო? მაგრამ ფრთხილად იყავით, არ ენდოთ ბევრს, აქ გემაიმუნებიან ვიღაცები გემაიმუნებიან და იფრთხილეთ. აი ეს ძალიან კარგი სიტუაცია ამოვიდა. ეხლა მე პარტნიორის ნაბიჯებზე გადავალ და ლარნაკს ამას საინს შემოვიყვან. მოკლედ აქ ამოვიდა ხე, ჩემო კარგებო, 1 ხე, 2 ხე, 3 ხე ამოვიდა, მინდა გითხრათ და 2 დიდი ჟირაფი. ესე იგი, ძალიან ინტერესდება ვიღაცა პიროვნებები თქვენს, ესე იგი,
ოჯახის ფუძეში, ოჯახის ძირიანად იხედება, ძირიანად და ეს თავები მოტყდება, აქ ისეთი ქარი ამოვარდება, რომ რა ვიცი, N-100 ნინა, ნინი, აი ესეთი რაღაცა ამოვიდა დაწერილი, ან ამ ადამიანის მეშვეობით გახვალთ წინ, ან კიდევ რაღაცას ნიშნავს ეს ასოები, აქ რუნებია, რუნების მეშვეობით ვიღაცა აკეთებდა არასასიამოვნო სიტუაციებს თქვენზე, თქვენს პარტნიორებზე და თქვენზე, მაგრამ გამოდიხართ, ჭაობიდან ამოდიხართ და თვითონ ჭა ამოვიდა, აი გიხრიან თავს მტრები, მუხლის ჩოქებზე დაგიდგებიან, გაუშვით ბუმერანგებით, დასაჯეთ მტრები, მე აქ ბოროტებას არ ქადაგებ, მაგრამ მტერს მეორე ლუყა არასდროს არ უნდა შეუშვიროთ, ვინც ასე აკეთებს, მე არ მესმის და არც გავიგებ ესეთი ხალხისგან ასეთ რაღაც სიტუაცია. თქვენ დაუხარეთ მაშინ თავი და გადაგიარონ მტრებმა. ნუ ეხლა 7 რა არის? არის და 5 7 არის ოჯახიც, 7 არის ტაპორი, ანუ ესე ცელი ხო? მოცელავთ მტერს ვაჯობებთ, რა თქმა უნდა, გოგოებო, ბიჭებო, წინსვლა იქნება, აი აქ 24-ია, 32, 42, აქ სასაფლაო ამოვიდა, საფლავზე იყო ტ-ასოსგან, ან მხრებზე და ტესებური გაიწმინდეთ მხრებზე, იყო რაღაცა ნეგატივი და აქედან გამომდინარე, გაწმენდილი გაქვთ, მაგრამ კიდე განაგრძეთ, აუცილებლად განაგრძეთ, ნიკა ამოვიდა და ეკლესია, რაღაცა გაქვთ შეპირებული, ან თქვენ პარტნიორს და ან თქვენ გაქვთ შეპირებული გოგოებო, ბიჭებო და აუცილებლად მიდით ეკლესიაში და ანგელოზი დაგხვდებათ იქ, ან თქვენი წინაპარი გელოდებათ და ანუ ფიალა უნდა შეავსოთ, მიხვდით ხო? ან საფლავზე არ ახართ ნამყოფი, დაღუპული, აი ესე მეუბნებიან და მიდით და ჭიქა მიუტანეთ იქ, რომ სავსე ფიალა კონდეს, აი ესე ამოდის. ნუ აქ ხა სამი ხეა და აქ წინაპრები დაგიფიქსირდნენ. წინაპრებიც კი ნინიას ესეთი ძალები აქვს ხელებში და უფლის განბოძებული, რომ წინაპრებიც კი გიდგანან ხალხნო, აი ამ ყველაფერში ისინი ანუ ადგნენ ხა და გესაუბრებიან ჩემი შუამავლობით, რომ უფალთან რომ ესე იგი ნუ გეშინიათ, მე თქვენ გვერდზე ვდგავართ, ნუ გეშინიათ. აბა ნახოთ ხა პარტნიორის ნაბიჯები, ნახოთ რა ხდება და რა იქნება. ნუ ხალხნო, აჰა, თქვენს წინ უყურეთ, იგივე სიტუაცია, 10-იანი პენტაკლი, 8-იანი თასები, იგივე სიტუაცია, აი ეხა რასაც ვამბობ, რომ გამოხვალთ სიტუაციიდან და აი ნახეთ, ნამდვილად იქნება, უნდა მაგიური ჩაკეტვებიდან, ესე იგი ოჯახი, გზა, წინსვლა, აი ეს შუაში ვერ შეგიშლით ხელს, იმიტომ რომ ისევ ბედის ბორბალი ამოვიდა, ესე იგი ხელებიდან გადმომაცვივდნენ, ამოიღეს თითქოს ტარო, ხო? ნახეთ, აი გარღვევა ამოდის, მეტი რა გითხრათ, დამარცხდება მტერი, უკვე დამარცხებულია, კი აქტიურდება, მაგრამ მაინც კი, აი დამიძახა ტარომ და ესე იგი განდეგილი იქნება, მარტო დარჩება თქვენი მტრები, აი ესე როგორც თქვენ გისურვათ, აი ესე მარტო დარჩება, ესე იგი თავის ქსელში ჩავარდება, შეიკრება ყველანაირად რიტუალებიდან გამომდინარე, თქვენ კიდე რაც გისურვათ უკან უბრუნდება ბუმერანგი და ნაბიჯები რა არის პარტნიორის ხომ? ესე იგი დაეხმარეთ ვინც დახმარება უნდა რიტუალებით და აუცილებლად იქნება წინსვლები თქვენს ცხოვრებაში. თქვენ თვითონ ხედავთ, ხო? თქვენ თვითონ ხედავთ. მე კიდე ამით გემშვიდობებით თქვენთან იყო ნინია, სტუმრებო გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე მიყვარხართ.